საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლოს არქივის დაწვა სცადა. ელისაშვილის სამვენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობ პროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში ხანძარი გაჩნდა. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სამვენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. პროკურატურის ცნობითვე ალეკო ელისაშვილმა სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე საფრთხე შეუქმნა იმ დროისთვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის 3 თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ალექსანდრე ელისაშვილის ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ელისაშვილის ადვოკატმა. დაყენებული ბრალდება ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ პირდაპირ ეწინააღმდეგება და გამორიცხავს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შეეხება ტერაქტის მცდელობის ბრალდებას 2025 წლის 29 ნოემბრის ფაქტს. ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ეს ორი ფაქტი ბუნებრივია ჩდება მთელი რიგი კითხვები და მათ შორის გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება და კერძოდ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ვიდეო კადრები, რომელსაც საზოგადოებას ასაღებენ, როგორც ალეკო ელისაშვილის აქტიობის ამსახველ ვიდეო კადრებს, ამ ვიდეო კადრების მიხედვით შეუძლებელია და ეს ვიდეო კადრები უარგისია ადამიანის იდენტიფიკაციისათვის. ასევე აღნიშნული ბრალდება ძალიან საეჭვოდ დაემთხვა პოლიტიკოსის განცხადებას, რომ ის წინააღმდეგია მისი საქმე განხილული იყოს როგორც გასათავისუფლებელი პოლიტპატიმრების კონტექსტში და ამან ხელი შეუშალოს სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს და ასევე ძალიან საეჭვოა, რომ 1 წელი დაჭირდა პროკურატურას იმისათვის, რომ 1 წლის შემდეგ ჩაეტარებინა სუნის ექსპერტიზა ძაღლებით და ექსპერტიზის დასკვნაში ძაღლების სახელებიც კი არ არის მითითებული. 1 წლის განმავლობაში საქმის გამოძიება მიმდინარეობდა ქონების დაზიანების მუხლით და როგორც კი ალექსანდრე ელისაშვილის გვარმა გაიჟღერა, ეგრევე ავტომატურად საქმე გადაკვალიფიცირდა ტერაქტის მუხლით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს და ადასტურებს, რომ ხდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დემონიზაციის პროცესის გაგრძელება.